და ჩვენ ისევ დავუბრუნდებით დღის ერთ-ერთ მთავარ თემას ზურა აბაშიძე დღეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა ცოტა ხნის წინ. ამასთან დაკავშირებით მაია ფანჯიკიძემ გააკეთა განცხადება, უფრო ადრე კი ზურა აბაშიძემ პირველი შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრთან გამართა. ნოდარ ჩაჩუა ჩაგვართვება ახლა პირდაპირ ეთერში საგარეო უწყებიდან. ნოდარ, რასაც ხადებს ფანჯიკიძე? დიახთამთა როგორც ჩვენ უკვე აღნიშნეთ, პირველი შეფასება ქვეყნის დიპლომატიურ უწყებაში უკვე გაკეთდა. მაია ფანჯიკიძესთან ჟურნალისტებს ჰქონდათ ერთი მთავარი შეკითხვა, თუ რატომ არ შეიქმნა იგივე სამსახური და იგივე თანამდებობა ქვეყნის დიპლომატიურ უწყებაში და საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვინაიდან საგარეო ურთიერთობების მოწესრიგება სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი და უპირველესი პრეროგატივაა. თუმცა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განგვიმარტა, ეს მოხდა იმის გათვალისწინებით და იმის გამო, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოს არ აქვს, ამიტომ თანამდებობა, რომელზეც ზურა აბაშიძე დაინიშნა, უშუალოდ პრემიერ-მინისტრმა ემდებარება და სწორედ პრემიერ-მინისტრი იქნება უშუალოდ ჩართული ამ საკითხებში. უკვე გაიმართა პირველი კონსულტაციებიც, როგორც ჩვენ უკვე აღნიშნეთ, და ამ კონსულტაციებს გარდა სოფლის მეურნეობის მინისტრისა, თავად საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც ესწრებოდა და კომენტარი ასევე გააკეთა სოფლის მეურნეობის მინისტრმაც, როგორც მან აღნიშნა, უკვე ხვალ მთავრობის ტომის დასრულების შემდეგ შეხვდება ზურა აბაშიძეს და უკვე კონკრეტულ გეგმაზე იქნება საუბარი, თუმცა მანამდე როგორც საგარეო უწყება, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე ოფიციალური თბილისი ელოდება ოფიციალური მოსკოვის პასუხს უკვე ამ შეთავაზებაზე და რა შეთავაზება ექნება ოფიციალურ მოსკოვს უკვე ამ თანამდებობის დანიშვნის შემდეგ და როგორ იქნება მათი პასუხი, ამის შემდეგ გადაწყდება უკვე პირველი სამოქმედო გეგმა და ნაბიჯები. პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება დაენიშნა სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში და ეს მოგეხსენებათ არის ზურა აბაშიძე. ზურა აბაშიძე გახლავთ ელჩი, იგი იყო საქართველოს ელჩი რუსეთის ფედერაციაში, არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი, მას აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთშიც. ხვალ დაიწყება კონსულტაციები უკვე ბატონ ზურაბთან იმ პირველ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას და ალბათ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი თავის შედეგს გამოიტანს სოფლის მეურნეობაში. ჯერჯერობით რაც ხელში გვაქვს, ეს არის განცხადება, პირველი რაც ყველა მიცის, ონიშენკოს მიერ გაკეთებული. მასზე იყო საპასუხო განცხადება მზადყოფნაზე, ახლა უკვე კონკრეტული ნაბიჯების საუბარი განცხადებების დრო ალბათ დამთავრდა და შესაბამისად რამოდენიმე დღეში და ალბათ კვირაში უკვე გამოჩნდება, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი. პირველ შეფასებებს ასევე აკეთებენ თავად დიპლომატები, როგორც პოლიტოლოგები აღნიშნავენ და ხაზს უსვამენ ისინი იმ გამოცდილებას, რომელიც ზურა აბაშიძეს აქვს რუსეთთან ურთიერთობაში და ზოგადად საგარეო ურთიერთობებთან მიმართებაში, ვინაიდან ზურა აბაშიძე ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, შემდეგ კი ელჩი იყო რუსეთში, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მას საკმაოდ კარგი დიპლომატიური გამოცდილება, დიპლომატიური კავშირები აქვს თავად რუსეთის ფედერაციაში და სწორედ მისი გამოცდილება ხელს შეუწყებს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას, თუმცა ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ საქმე არც ისე იოლი იქნება, ვინაიდან ზურა აბაშიძეს საკმაოდ რთული მემკვიდრეობა შეხვდა იმის გათვალისწინებით, თუ რამდენიმე ჩამოვთვლით, მაგალითისთვის ეს იყო 2008 წლის აგვისტოს ომი, რუსეთთან გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები და ასევე რუსული ემბარგო ქართულ პროდუქციაზე, რუსულ ბაზარზე. აი ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც ზურა აბაშიძეს აქვს და რომელზეც დღეს აქცენტს ექსპერტები აკეთებენ, თუმცა ისინი იმედოვნებენ, რომ ზურა აბაშიძის დიპლომატიური გამოცდილების მქონე ადამიანი იმ დავალებას, რომელიც პრემიერ-მინისტრისგან უშუალოდ მიიღო, თავს კარგად გაართმევს. ჩემი აზრით ორი წარმატებული სვლა გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ერთი მოძრაობით. პირველი, რომ მან შექმნა ასეთი თანამდებობა რუსეთთან ურთიერთობის განსახლებლად და მეორე, რომ შეარჩია სწორედ ის პიროვნება, რომელსაც ძალუც რაიმე პოზიტიური განცდის გამოწვევა. დღის ერთ-ერთ მთავარ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ვაგზელებთ მუშაობას და ვეცდებით მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში უკვე შემოგთავაზოთ უფრო დეტალური შეფასებები კონკრეტული ადამიანების, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე საპარლამენტო უმცირესობის, ასევე თავად ექსპერტებისა და მთავრობის წევრების მხრიდან, თუ რა შეფასებებს აკეთებენ ისინი ამ თანამდებობასთან დაკავშირებით და იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ახალმა მთავრობამ უკვე რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხში გადადგა. რა გეგმები აქვს ზურა აბაშიძეს და რა შეფასებები მოჰყვა მის დანიშვნას, ნახეთ ნოდარ ჩაჩუას რეპორტაჟი.